საქართველო მიუხედავად თავისი ზომისა და მოსახლეობისა და მასშტაბისა, ეროვნების გადმოსახედიდან საკმაოდ შთამბეჭდავი ქვეყანაა. ქართული ლიტერატურა მართალი არ არის შეჯიბრი, მაგრამ რომ იყოს საკმაოდ ბევრს მოუგებდით. ამის გათვალისწინებითაც ქართული წერლობა ვერ მივა ახლოსაც კი ქართულ პოეზიას. რამდენიმე სახელი შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, რომელიც ამას ცხადყოფს. შოთა რუსთაველზე აღარ ვილაპარაკებთ, არ ვილაპარაკოთ გალაქტიონზე, არ ვილაპარაკოთ ვაჟა ფშაველაძე. დღეს მინდა გელაპარაკოთ ჩემს საყვარელ სხვა პოეტზე, ოთარ ჭილაძეზე. ოთარ ჭილაძე გამორჩეული და ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი სახელია ქართული პოეზიისთვის. მას არ ახასიათებს ათოსი, საერთოდ. ათეტიკა არ ახასიათებს. ჭილაძეს ლექსებს ვერ წაიკითხავ რაღაცნაირი ხელით გაშლილი და ხმოვანების გაგრძელებით და დაძაბული ვოკალით. ჩემთვის ძალიან კარგი მაგალითია ჭილაძე ჩუმი თავდაჯერებული სილამაზის, რომელსაც არ ჭირდება ყვირილი, არ ჭირდება დამატებითი ყურადღების მიპყრობა. თემატიკებით უამრავი აქვს ჭილაძეს, თუმცა გამორჩეულია ალბათ მისი სასიყვარულო პოეზია, ყოველთვის რაღაც უცნაური სევდაც დაყვება. ოთარ ჭილაძეს დაწერილი აქვს რომანების და არა ერთი და ორი, 6 რომანი აქვს დაწერილი, მაგრამ მაგისთან მიუხედავად მაინც პირველ რიგში პოეტია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი რომანები აქვს დაწერილი, შეიმჩნევა და აშკარა არის, რომ პოეტია, რომელიც წერს პროზას და არა პირიქით. ეს იმდროინდელი ამბავია, როცა ვანის ზღვისპირა ქალაქი იყო, როცა კოლხეთის მიწაზე პირველმა ბერძენმა დაადგა ფეხი და მორიდებულად ითხოვა თავშესაფარი. ესე იწყება ძალზე ერთი კაცი მიდიოდა, ოთარ ჭილაძის ჩემი საყვარელი რომანი. ოთარ ჭილაძეს 100 ლექსი ხელმისაწვდომია საბა რიდერზე, შეგიძლიათ გადმოიწეროთ. დღეში ერთი ლექსი შეგიძლიათ იკითხოთ და ჩემი დიდი რჩევა და მეტოდება იქნება, რომ ეს თავდაჯერებული, ჩუმი და ელეგანტური სილამაზე შემოუშვა თქვენს ყოველდღიურობაში.